სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ათურთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავედით მე-40 ნაწილსა და მალე დავამთავრებთ მას, რომელიც ჩაწერილი იქნა 1990 წლის 13 მაისს. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და პრაქტიკული, ამას ენებზე ჩვენ შინაურ წრეშიც ჰქონდა ამაზე საუბარი. და Brian Sears სვავს ამ კითხვას შემდეგნაირად. მე დავასათაურე, რა არის პასტორისა და უხუცესის ავტორიტეტი და უფლება-მოსილება. ძალიან საინტერესოა, რჩევის საკითხს ეხება, რამდენად სწორია ჩვენ რჩევას ვაძლევთ, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და საერთოდ რა არის პასტორისა და მრევლის დამოკიდებულება სხვადასხვა რჩევაზე. აქ კონკრეტულად ტრეინინგზე საუბარი სულიერად, რომელ კლასებში და რომელ ტრეინინგზე გაიარონ და ძალიან ეს არის, რა ქვია, დამაფიქრებელი. შენ შემთხვევაში ადამიანები, არ ვიცი ეს როგორ ხდება და ვის დავაბრალოთ. შენ შემთხვევაში ადამიანები რომ მედლად ჩამოიკიდებიან ერთმანეთს. ან კიდე დაუშვათ პიროვნება შენ შემთხვევაში შეიძლება სახალხოდაც გამოიტანოს ძალიან ბევრი პირადი დაუშვათ პრობლემები და ამით განთავისუფლდეს, მაგრამ მე გზადაგზა არ გაიზარდოს, სულ მუდამ დაუშვათ ხვის დახმარების ხარჯზე იყოს. არ ვიცი ეს პრობლემა ორივე მხარეს ბრალდება თუ არა, რომ მუდმივად შენ ფროიდად აქცევ პიროვნებას და შენ მისი პაციენტი იქნები დიდი ხანი მოკლედ. და ძვრაკი არ არის, რომ შენ დამოუკიდებლად გადადგა, ნაბიჯები გაიზარდო და ასევე შეისწავლო ბიბლია, რომ გაიცნო ღმერთი და შენში მოხდეს ინდივიდუალურად ამ სოფხედელობის ჩამოყალიბება, რომ ყველა წვრილმანზე არ დაგჭირდეს უკვე სხვისი შეწუხება. და განსაკუთრებით როცა ეხება პირად ურთიერთობებს, მეუღლესთან, შვილებთან ურთიერთობებს, ან ისედაც შეიძლება დაუქორწინებელია პიროვნება და მას აქვს ყოველთვის იმის განცდა, რომ სხვამ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს, ან რჩევა. ასევე ის, რა ქვია, ის აზრიც, რომ როცა რჩევას იკითხავ, იმ რჩევას 100% უნდა დაუჯერო, აი ბიბლია გვეუბნება, რომ ესე არ არის. რომ რჩევა ბევრ ადამიანს უნდა კითხო და მერე შენ მიიღო გადაწყვეტილება, გადადგა. ყველაზე კარგია, როცა შენ იღებ გადაწყვეტილებას რჩევის შემდეგ, რომელი ჯობია, რომელი რჩევა ჯობია და აქედან უკვე დაბრალებას არ ექნება ადგილი. და როცა კონკრეტულ ადამიანს შეიძლება რჩევა კითხო და ის გააკეთო და მე შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც სწორი ან კიდე ნაყოფები არ იყოს სწორი, ხო? ავტომატურად გადაბრალებას აქვს ადგილი. ასე რომ ბიბლია გვეუბნება, რომ ბევრს კითხე რჩევა და ჯონ მაკარტურიც ამას იზიარებს და ამ მაგალითს მოიტანს და გააკეთე ის, რაც ბუძნული არის. ანუ შენ იღებ გადაწყვეტილებას. რაღაც გარკვეულად პრეზიდენტებსაც ეს ეყავთ ხოლმე, ხო, მრჩევლები იკითხავენ და ბოლოს გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ. ეგ არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ აი აქ ურთიერთობებში გარკვეული იყოს და მე კონფლიქტის ბრალი არ იყოს, იმიტომ ძალიან ბევრ ადამიანს გულიწლება აი რჩევა მკითხა და მაინც ისე გააკეთა. მე რა მოხდა, რჩევა შეადარა და მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. თავარი გადაწყვეტილება მან მიიღოს და შენ როცა იღებ გადაწყვეტილებებს და შენ როდესაც რჩები რაღაცა გულნატკენი, რომ შენ გადაწყვეტილება შენ რჩევას არ მისდევს ადამიანი, შეიძლება აქ უფრო ესეთ კონფლიქტსაც კონდეს ადგილი, ხო? და ყველაზე კარგი რაც მე არ მარტო ჩემი ცხოვრებიდან სხვებისგეც დამკვირვებია, ხო, დამკვირვებია. არ უნდა მოხდეს ადამიანის ზურგზე წამოკიდება და მისი ტარება. არ ადამიანს ყველანაირად უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, აი როგორც შვილს. შვილზე ვცხოვთ ცდილობ ჩვენ, რომ ყველანაირად ნელ-ნელა დამოუკიდებელი გავხადოთ ის. მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს აქვთ შიში, რომ იცი რა არის, მე თუ რაღაცა ადამიანი დამოუკიდებელი გახდა, მე მიმატოვებს, გესმით? ან რაღაცაში შარში გაეხვევა. რა იცი შენ რაში გაეხვევა? ღმერთი მიხედავს მას, ხო? ასე რომ აი ეს პრობლემა ძალიან რთული პრობლემა არის და არა მარტო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, არამედ საერთოდ ურთიერთობაშიც მე დავაფიქსირო, რომ ძალიან აქტუალურია, როცა ეხება განსაკუთრებულად საკრებულოს გაერთიანებას და ეკლესია, რასაც ქვია, ხო? აბა მოვუსმინოთ ახლა ჩვენ Brian Sears რას ამბობს ის. რა არის პასტორის და უხუცესის ავტორიტეტი და უფლება-მოსილება. მე ესე დავასათაურე. და ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო ღრმადაც მოვისმინოთ რა პრობლემა აქვს Brian-ს. სალამი ჯონ, მოგესალმებით. გამარჯობათ, მე მქვია Brian Sears-ი. ეს კითხვა ეხება უხუცესების
და პასტორების უფლებამოსილებას ღვთის სამწყნსოზე. მე აქ სტუმარი ვარ და ბიბლიური სულიერი მომზადების მიღებამ სურს. ესეთი სერიოზული მიდგომა მე არ მომისმენია სხვებისაგან რა. და როდესაც დიდი გადაწყვეტილებას მიღებაში ელემენტარულად მიწევს ხომ, მაგალითად თუ სად მინდა წასვლა და როგორ გავაგრძელო უფრო ღრმად ბიბლიის შესწავლა, ტრენინგი. მიმაჩნია რომ მნიშვნელოვანია კარგი ღვთისმოსავი რჩევის მოძიება და უხუცესი და პასტორი ნამდვილად ამ საკითხში შესაძლებელია ადამიანია. ჩემი კითხვა ესეთი არის, რამდენად უფლებამოსილია და თავისუფალია პასტორი ან უხუცესი გვირჩიოს, როდის ან სად უნდა წავიდეთ და გავიაროთ ტრეინინგი. ჩვენ უფრო მეტად ბიბლიური სწავლის ასამაღლებლად და უფრო სიღრმისეულად შესასვლელად ბიბლიურ სწავლებაში. და ჯონ მაკარტური პასუხობს. მე მჯერა, ბრაიან, რომ რაც შეეხება უფლებამოსილებას, ერთადერთი უფლებამოსილება, რომელიც ნებისმიერ პასტორს უხუცესს აქვს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვის სწავლება და გადაცემა მსმენელებზე. როდესაც შენ ამას სცილდები, ღვთის სიტყვის სწავლებას, შენი უფლებამოსილების საზღვრებს უკვე შენ ჩათვალე რომ გადააბიჯე. მე არ მაქვს უფლებამოსილება თუ ჩემს საკრებულოში გითხრა, ჩემს საკრებულოში ხარ, რომ გითხრა, აი წადი ბრაიან და აგაიარე ტრეინინგი. ამ კოლეჯში ჩააბარე, ამ სემინარიაში ჩააბარე. წადი, იქ მე გიბრძანებ. მე არ მაქვს ამის გაკეთების უფლებამოსილება. ეს უკვე ჩემი საზღვრების გადალახვა არის. მე ვარ, ვიმეორებ არც მეტი და არც ნაკლები ინსტრუმენტი, რომლითაც ღმერთი გაცნობებთ თავის გამოცხადებას. აი ეს არის ჩემი როლი. ახლა შემიძლია გითხრათ, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით მოგცეთ რჩევა. გირჩევდით ამას, რადგან როგორც ჩანს იმის მიხედვით, რაც მე ვიცი ამის შესახებ და რაც თქვენ ვიცით თქვენს შესახებ. ამას ავწონდავწონი და კარგ არჩევანი იქნებოდა ესა და ეს. მაგრამ ეს არ არის ავტორიტეტი. ეს არ არის ავტორიტეტული, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რჩევა. ჩემი ავტორიტეტი წყდება, როდესაც ამ წიგნის გვერდს მე დავხურავ. შემდეგ კი მხოლოდ ვიძლევი რჩევას. თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ ეს რჩევა მისი თანდაყოლილი ღირებულებებით და მიიღოთ მერე საკუთარი გადაწყვეტილება. მაგრამ მე არ მაქვს უფლებამოსილება რომ ღვთის სიტყვის მიღმა რაიმე ბრძანება მოგცეთ. სწორედ ამ ეტაპზე ხდება რომ მოძღვრებისა და უხუცესების ლიდერობა საზღვრებს სცილდება. ხდება უკვე შეურაცხყოფელი, დომინანტი და ბრძანებლური. ღმერთს კი ეს არასოდეს ქონია გაზრახული ჩვენთვის. საუკეთესო რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ეს არის ბრძნული რჩევის მიცემა. სწორედ ამიტომ ამბობს ძველი ათქვა, ბევრ რჩევაში არის სიბრძნე. საქმე იმაშია რომ თუ ღმერთს სურდა მხოლოდ ერთი ადამიანისათვის გვესმინა, ის იტყოდა, თუ გინდა იცოდე რა გააკეთო, წადი და კითხე უხუცესს. მაგრამ ის ამბობს, მიიღე ბევრი რჩევა და მიიღებ სიბრძნეს. ამიტომ მე მჯერა რომ ჩვენი ავტორიტეტი იქ მთავრდება, სადაც წმინდა წერილი მთავრდება და შემდეგ საუკეთესო რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის რომ ვეცადოთ, რომ გონივრული რჩევა მივცეთ ფაქტის ჩვენ საუკეთესო გაგებაზე. დაყრდნობით. გასაგებია, დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია. არაფრის.